ირანში ავტომობილების რეექსპორტი 786-ჯერ არის გაზრდილი, სწორედ მას შემდეგ, რაც ირანში ომი დაიწყო. ეს მონაცემები ბუნებრივია, პარტნიორების ყურადღების მიღმა ვერ დარჩება, იმდენად თვალსაჩინოა ირანში ომის დაწყების შემდეგ ავტოექსპორტის ბუმი და ზრდა, რომ ეს მიიქცევს ნეგატიურ ყურადღებას ამერიკაში. ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ღიად საუბრობს და ხედავს რისკებს, რომ თუ გაგრძელდება საქართველოდან მასობრივად ირანის მიმართულებით ავტომობილების გაყვანა და რეექსპორტი, ეს მძიმე შედეგის მომტანი იქნება. თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ კონკრეტული კომპანიები აღმოჩნდნენ სანქციების ქვეშ, თუმცა საბოლოოდ სადამდე მივა საქმე და დადგება თუ არა სრულად ქვეყანაც სანქციების რისკის წინაშე, ეს არის ახლა მთავარი საკითხი და მთავარი რისკიც საქართველოსთვის. თუ შევხედავთ მონაცემებს, ძალიან მკაფიოა, რამდენად მასშტაბურია ზრდა. გასულ წელს თუ შევადარებთ, 7 ავტომობილიდან 6700-მდე გაიზარდა მონაცემი და იმ ავტომობილების რიცხვი, რომელიც რეექსპორტის წყალობით ხდება ირანში, ამიტომაც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელოდება ახლა შემხედრ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების რისკი სულ უფრო რეალური გახდება. ეს დროებითი მოვლენაა, თვითონ ირანის ხელისუფლებამ ეს ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ფანჯარა დროებით გახსნა, ჩვენ ინფორმაცია და ძალიან შორს მიმავალი გეგმები ამასთან დაკავშირებით არც ქვეყანას არ უნდა დაგველაგებინა ეკონომიკის თვალსაზრისით და არც დილერებს და კომპანიებს. თუ ასე გაგრძელდა და მოცინავე პოზიციებზე რეექსპორტის ქვეყნებში მოცინავე ადგილზე იქნება ირანი, ბუნებრივია ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღებას გამოიწვევს, ნეგატიურ ყურადღებას. და არ გამოვიწყავთ, რომ შეიძლება ცალკეული კომპანიები შეიძლება მოითხოვონ ქვეყნისაგან, რომ რეექსპორტი აკრძალონ, შეიძლება სანქციებიც დაწესდეს, სადამდე მივა ვერ გეტყვით. ირანში ავტომობილების რეექსპორტთან ერთად პარალელურად იზრდება ვაჭრობა სხვა მიმართულებითაც და შესაბამისად კითხვები ირანთან ეკონომიკური კავშირების შესახებ სულ უფრო მრავლად ჩნდება. ექსპერტები ელოდებიან, რომ ქართული ოცნება დროულად იმოქმედებს და ჩაკეტავს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ ირანმა საქართველო და ჩვენთან ეკონომიკური ვაჭრობა არ გამოიყენოს სანქციებისგან გვერდის ასავლელად. უკვე გაჟღერებულია დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვეტს, რომ ირანს დაეხმაროს ნებისმიერი ფორმით, შესაბამისად ამ რისკის წინაშე დგას საქართველო. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ იმდენად მძიმედ და მყარად არის უკვე ირანული სქემები გამჯდარი ქართულ ეკონომიკაში, რომ შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს მარტივი ამ გზების გადაჭრა. უნდა ვივაჭროთ, მაგრამ ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც ქვეყანას უფრო დიდი რისკის წინაშე აყენებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალია, რომ ამ რისკების პრევენცია მოახდინოს. ის რისკები, რომელი რისკებიც ამ პროცესებს თან ახლავს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დღეს შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც პირდაპირ ამ მიმართულებით იყო გაფრთხილება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რაიმე ტიპის თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას ახორციელებენ ირანთან და ისინი ხელს შეუწყობენ, თუმცა ძირიბად სანქციებისგან თავის არიდებაში. ტრამპმა ფაქტობრივად უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციები. ირანის ეკონომიკა საკმაოდ დიდი დოზით ინტეგრირდა ქართულ ეკონომიკაში, როგორც თეთრ ნაწილში, ასევე რუხ სქემებში. რისკის ზონა არის ძალიან მაღალი. ეხლა საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ გამოცხადებული სანქციების შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ რომ სცადოს, რომ გადაკეტოს ყველა ეს არხი, ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ მეტასტაზებივით არის უკვე მოდებული ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სისტემებში ეს ირანული სქემები.
ირანში ექსპორტი იანვარი-ივლისის მონაცემებით არის 9-ჯერ გაზრდილი და ძირითადი ფაქტორი აქ არის სწორედ მსუბუქი ავტომობილების გაყვანა და რეექსპორტი ირანის მიმართულებით 78,000%-იანი ზრდა გვაქვს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და შეუძლებელია რიცხვების და სტატისტიკის 1000-ი მასშტაბური ცვლილება ყურადღების გარეშე დარჩეს.